გამარჯობა, ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ნაჯახით იყო მოკლული. კვლელობა თელავში რა მიზეზით მოკლა მამაკაცმა 57 წლის ქალი ნაჯახით. შელაპარაკება მოსულიათ როგორც ჩანს. აი დავარტყე მასშტაბზე ხე ტვინისა და იმოდრე ფულზე გართო მეთქი და ქურდობის მორიგი ფაქტი ველის ციხეში. ოპოზიციის ერთობლივი პროტესტი გურჯაანის საკრებულოს ხმაური დაპირისპირება და გაუგებრობა მოყვა 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას. რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ და რა პრეტენზიები აქვთ მმართველ გუნდთან? ეს ბიუჯეტი ისევ არის მორგებული ქართული ოცნების პრემიებზე და დანამატებზე და აქტივისტების დასაქმებაზე. ჯერა რომ ხალხზეა მორგებული, მით უმეტეს სოციალურში დავამატეთ ბოლო 2-3 წელიწადში ახალი პროექტები. ასეთი გაჭირება არასდროს არ ყოფილა. პურის ფული არ მაქვს. აბა სამუშაო ადგილების დეფიციტი და ნახევრად მშიერი ხალხი რა პირობებში ცხოვრობენ ლაგოდეხის სოფლებში. ძვირი ყველაფერი ძალიან ძვირი. ყველი ვინატრება. ანამუსით იღებენ ეს მთავრობის ხალხი რა ანამუსით იღებენ ამხელა თანხებს. თელავის მერიაში ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, რა შეიცვლება ქალაქში პროექტის განხორციელების შემდეგ. თემაზე ვრცლად ვიცემერი ჩაგორთვება. 23 წლის პედაგოგი ოკეანის გაღმიდან როგორ მოხვდა ამერიკელი ჯეიმს ნოლენი ვაზისუბნის საჯარო სკოლაში და რატომ სურს მას ცხოვრება და დაოჯახება კახეთში. ძალიან კარგი ადამიანია, მივიღეთ როგორც ძმა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. ოპოზიციისგან დაწუნებული და მმართველი გუნდისგან ერთხმად მოწონებული ბიუჯეტი. ხმაური და დაპირისპირება მოყვა გურჯაანის 2016 წლის საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას. სესიაზე გაუგებრობაც მოხდა ბიუჯეტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა სწორად ვერ დაითვალეს, რასაც ოპოზიციისგან შესაბამისი პროტესტი მოყვა. საბოლოოდ ბიუჯეტს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თავისუფალმა დემოკრატებმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა და ნინო ბურჯანაძის პარტიამ მხარი არ დაუჭირეს. რა მიზეზით დაიწუნეს მათ გურჯაანის 2016 წლის ბიუჯეტი, ამას ეთერ თეთრაძე გიამბობთ, რომელიც დღეს გურჯაანის გამგეობაში გამართულ სესიას ესწრებოდა. 29 მომხრე 6 წინააღმდეგი ასეთი შედეგი დააფიქსირა საკრებულომ ხმის მიცემის შემდეგ, თუმცა ამ საკითხს ოპოზიციური პარტიებიდან პროტესტი მოჰყვა. მათი ინფორმაციით ბიუჯეტს მხარი 10-ზე მეტმა დეპუტატმა არ დაუჭირა. შეიძლება რეგისტრაცია გაიარა 36 პიროვნებამ, მაგრამ არანაირად არ ესწრებოდა ამდენი დეპუტატი. წინააღმდეგი დაფიქსირდა 6, მაგრამ მთლიანობაში მარტო 4 ფრაქციამ გამოხატა უარყოფითი პასუხი და თითო ფრაქციაში დაახლოებით არის 3 პიროვნება, აქედან გამომდინარე უკვე 12 და ასევე უარყოფითი პასუხი დააფიქსირეს თავისუფალმა დეპუტატებმა და მთლიანობაში ჩემის აზრით ეს პროექტი ჩაუარდა. ოპოზიციურ პარტიებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მაისურაძემ უპასუხა. როდესაც საკითხი დადგა კენჭისყრაზე, შესაბამისად წინააღმდეგი იყო მხოლოდ 6 აწეული ხელი. შესაბამისად დაფიქსირდა რომ 6-ია წინააღმდეგი. თუ ეხლა რომელიმე დეპუტატმა ვერ გაიგო, ეგ ნამდვილად არც ხტომის თავმჯდომარის და არც სხვა დანარჩენი წევრების პრობლემა არ არის. ყოფილიყო პროკურატურებით, მოესმინეთ რაზე იყო საუბარი და შესაბამისად დააფიქსირებინა თავიანთი პოზიცია. თუ ვერ გაიგეს, ნამდვილად ჩვენ არ ავართ მაგაში დამნაშავე. 2016 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. თავმჯდომარის ინფორმაციით 2016 წლის ბიუჯეტი ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმებასა და მათ ხელფასებზეა გათვლილი. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწოდება იყო, რომ ეს ბიუჯეტი ყოფილიყო უფრო მოსახლეობაზე გათვლილი და არა ჩინოვნიკების ჯამაგირზე და მათი აქტივის დასაქმებაზე, მაგრამ ეს მთავრობამ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ეს ბიუჯეტი ისევ არის მორგებული ქართული ოცნების პრემიებზე და დანამატებზე და აქტივისტების დასაქმებაზე და არც ერთ თეთრი არ არის გათვლილი მოსახლეობისთვის სიკეთის მისაცემად. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ფრაქციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა. 2016 წლის ბიუჯეტი დაიწუნეს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრებმაც. სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით გამგეობამ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
არ დაუჭირეთ ჩვენ მხარე, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში თუ რამე პრობლემა იყო და თუ რამე დაოქმებული მიმართვები ქონდა, წინადადებები ქონდა, აბსოლუტურად არანაირი გათვალისწინება არ მოხდა ამისი ბიუჯეტში, აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ბიუჯეტს ვერ დაუჭერთ მხარს. დემოკრატიული მოძრაობის წევრის ალექსანდრე სირბილაშვილის განცხადებით უკეთესი იქნებოდა თუ 2016 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უფრო მეტი თანხა იქნებოდა გათვალისწინებული. ძალიან მიზერული და მინიმალური თანხები მიემართა იმ პროგრამების განსახილველზე, რომელიც არის უშუალოდ ჩვენი კომპეტენცია, ეს არის ინფრასტრუქტურული საკითხები, გზების კეთილი მოწყობა, წყალმომარაგების განსახილველი, რაც უბრალოდ ჩვენ რიგით ადამიანებს საინტერესებთ. აქ არის ჩადებული ძალიან მცირე თანხები და თუ გაურკვეველი ხარჯები რაღაცა სხვა მომრავლებული აიპების დასაფინანსებლად, სხვა პროექტების, სხვა საკითხების დასაფინანსებლად კოლოსალური თანხები გათვალისწინებული. იმათში ეს არის ჩვენი კომპეტენციის და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განცხადებით 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურა. ხო, დღეს დამტკიცდა 2016 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით 10.405.600 ლარით. პრიორიტეტები ისევ და ისევ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებია. ძირითადად, რომელიც მე ჯერა რომ ხალხზეა მორგებული, მით უმეტეს სოციალურში დავამატეთ ბოლო 2-3 წელიწადში ახალი პროექტები, რომლებიც ბავშვებზე არის მორგებული. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მმართველი გუნდის ხმათა უმრავლესობით 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და ის 10.405.600 ლარით განისაზღვრა. მკვლელობა თელავში ნადიკვარის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცმა 57 წლის ქალს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით მამაკაცს ქალის ვალი ჰქონდა, თანხა კი მოტყუებით გამოართვა თითქოს და მას შეშით მოამარაგებდა. ქალმა კუთვნილი ვალი მოითხოვა, რასაც ურთიერთშელაპარაკება შემდგომში კი განზრახ მკვლელობა მოყვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნაჯახი კი ნიურთმტკიცება დამოუღეს. თვითონ პოლიცია იყო ჩასული დაბლა და ისინი რო ამოვიდნენ, მაშინ თქვეს, რომ ნაჯახით იყო მოკლული. და მე თვითონ სახლის პატრონი ვინც არის, იმან თქვა, რომ ვალი ჰქონია და მაგაზე ამ კაცს ჰქონია ამ ქალის გარდაცვლილის ვალი. 420 ლარიო და მაგაზე შელაპარაკება მოსულიათ როგორც ჩანს, უთქვია რომ გიჩივლებ თუ არ დამიბრუნებ ვალსო. შეშის ფული მიუციათ, ამას უთქვია ჯიმოს, მე მოგიტანო მოტაინებ აქანა. აი დავარტყე მას შუბზე ხე ტვინისა და იმოდრე ფულზე გართო მეთქი და ესეც მიუცია, არ შეშემოვთან თან ის 220 წელს შერჩა და დანარჩენ თუ რამ კაპიკები ქონდა ამას. გამიგია რომ ძალიან მოკრძალებული, ძალიან აი რაღაცნაირი სუსტი ქალი, ქმარიც მოუკვდაო, აი ესე მარტო ცხოვრობდა, ის აქ ქონდა, პენსიაც აქ ქონდა და დახმარებაც. ქურდობის მორიგი ფაქტი ველისციხეში სოფელში სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით წაღებულია თანხა. ქურდობა შაბათს გვიან ღამით მოხდა. საქმეზე გამოძიება 177 მუხლი დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით უკვე დადგენილია პიროვნება, ვინც გაქურდეს სწრაფი გადახდის აპარატი და მალე მიეცემა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, რომ ეს ველისციხეში ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. სამუშაო ადგილების დეფიციტი და ნახევრად მშიერი ხალხი სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე ლაგოდეხის სოფლებში გიორგეთსა და აფენში საუბრობენ. გაუმართლად იმ ოჯახებს, ვისაც სახლში პენსიონერი ყავთ, რადგან სხვებისგან განსხვავებით 160 ლარი შემოსავალი აქვთ, თუმცა ეს თანხა ერთი კვირაც არ ყოფნით. როგორ ცხოვრობენ და რა მოლოდინი აქვთ, დღეს რესპონდენტების აზრი გიორგი ბაღანაშვილმა მოისმინა. ასეთი გაჭირვება არასდროს არ ყოფილა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში გვიყვებიან თუ როგორ მძიმდება მათი სოციალური მდგომარეობა დღითი დღე. სამუშაო ადგილების არ ქონის გამო ოჯახების ერთადერთი შემოსავალი მოხუცების პენსია. 160 ლარი კი რამდენიმე სულიანი ოჯახისთვის ერთი კვირის სამყოფიც არაა. ამიტომ თვის ბოლომდე ან ნახევრად მშივრები არიან, ან მათი საკვები მხოლოდ პურია. პურის ფული არა მაქვს. აბა, ეხლა რომ მითხრა 1.20 კოპიკი გექნება მასეს არა მაქვს. სოციალურობდი და მომიხსნეს. მაგ მართალია დახმარებას რამე, მაგრამ წამლებისთვის ფული მაინც არ ყოფნის. ხომ მინდა რომ თავი ვირჩინო და რაღაცა ან შევჭამო, რაღაცა გავაკეთო, ხო? უი, ძვირი ყველაფერი ძალიან ძვირი, ძალიან ძვირი. ყველი ვინატრება ხო ძოხა ხო არ ამყავს, ხო არ შემიძლია მე და მიჭის ყველანაირად რა ვქნა. არ აკმარა, არ პენსია აკმარა, არ ცხოვრება აკმარა, არ დაგრეულია ყველაფერი 1000-ჯერ მივაკითხე რაიონს.
კაციშვილია არ მაგითხავს და ყველაფერი ძვირია წამლების ყველაფერი არაფერი არ არის იაფი პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ დღე და ღამე წამლებითა ვარ ერთი მთავრობიდან ერთი ლარი არ მაქვს პენსია საპენსიო ვარ და მიტომ აქ პენსია ხოდა არა გეყოფა 160 ლარი ეხლა გეყოფა როცა 70 ლარის წამლებს იყიდი კვირაში გეყოფა პენსია არ გეყოფა შვილო არჩეთ და მწვალოთ იმ პენსიის პენსიამდე ხან წინსრების გამოგვავს და ხარ რაღაცა ეგ არის 50 ლარს არ იმეტებენ რომ დაუმატო რანამუსით იღებენ ეს მთავრობის ხალხი რანამუსით იღებენ ამხელა თანხებს აი არ მინდა ვკადრო გლახათ რაღაცა როგორ იღებენ იმხელა თანხებს როცა ასეთი გაჭირვებულია ხალხი აფენი გიორგეთთან შედარებით ძლიერი სოფელია თუმცა აქაურების დაკვირვებით სამუშაო ადგილები დღითიდღე მცირდება და ეს მათ ოჯახებზეც აისახა რანაირ სამსახური არ აქვს არავის და უმუშევრობა გვაწუხებს ერთ-ერთი პრობლემა ეგ არის მთელი სოფელში ყველასთვის იშვიათ ოჯახს იპოვი რომ ვიღაცა მუშაობდეს ოჯახში ფასად არ მუშაო ხელფასი მე არა მაგ არაფერი მე არა ოჯახი მყავს სოციალური მყავს ვერაფერ ვერ ვაჩენ ბოშიავად ამყავს მარტო პენსიაზე ვარ და ხომ გვინდა რჩენა ორი პენსიონერი ვართ ჩვენ ოჯახში მარტო რას ყოფნის რაში ყოფნის არაფერში ქვილი ხო გინდა წამალი გინდა წამოს ვერ იყიდი ადამიანი მოხუცებული რომ დალიო და ირჩინო თავი ძალიან გაჭირებულები ძალიან გაჭირება ყველაფერი ძვირია პენსია დაბალია შემოსავალი არაფერია და გვიწირს აბა ზოგს ამ პრობლემის ატანა აღარ შეუძლია და ხელისუფლებას თუნდაც ერთჯერადად სასურსადო პროდუქტით დახმარებას თხოვს. ისინი ამბობენ, რომ ეს მათ მცირე შეღავაც მაინც მისცემს. ზოგი კი იმედიანად არის განწყობილი და სჯერა, რომ ხელისუფლება მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს და დღეს თუ სადილად კვერცხიც არ აქვთ, ხვალ შესაძლებელია ქათამი ჰქონდეთ. პედაგოგი ოკეანის გაღმიდან 23 წლის ჯეიმს ნოლენი სოფელ ვაზისუბანში ინგლისურ ენას ასწავლის. მას მამა გრიგოლის ოჯახი მასპინძლობს და თავადაც მართლმადიდებელი ქრისტიანია. მოსწონს სოფელში ცხოვრება და სურს კახეთში დაოჯახება. როგორია ინგლისური ენის ახალგაზრდა მასწავლებლის ერთი დღე და სამომავლო გეგმები. დღეს ჯეიმს ნოლენს ვერა იაშვილი ესაუბრა. კარგია, კარგად გვასწავლის, ბევრ ამას გვასწავლის და მეგობრობთ. ჩვენ ბავშვებს საერთოდ ჯეიმსი გვაძლევს, სტიმულს გვაძლევს ძალიან კარგი მასწავლებელია და ცდილობს ყველაფერი კარგად აგვიხსნას. ასე ახასიათებენ ოკეანის გაღმა მხრიდან ტეხასის შტატიდან სოფელ ვაზისუბანში ჩამოსულ ინგლისური ენის მასწავლებელ ჯეიმს ნოლენს. ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად პროექტის ფარგლებში 23 წლის ჯეიმს ნოლენი ვაზისუბნის საჯარო სკოლაში უკვე მესამე თვეა რაც ასწავლის. ეს მისთვის პირველი სამსახურია ბეილორის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა. მასწავლებლის პროფესია ადვილად მოერგო და ქართულ გარემოსთან და ხალხთან შეგუებაც გაუადვილდა. მოსწონს სოფელში ცხოვრება და ქართული ტრადიციები. Provides a cultural exchange. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის ვარ ჩართული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაკვეთილის პროცესში მეც და მოსწავლეებიც დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ჩემი მიზანია, რომ მათ ინგლისური ენის სრულყოფილად დაუფლებაში დავეხმარო. ზოგადად ძალიან კარგი პროგრამაა, პროექტი ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად, იმიტომ რომ პირველ რიგში მოსწავლეებისთვის, რადგან აქვთ საშუალება ურთიერთობა გქონდეთ თვითონ ადგილობრივად მოსაუბრე ამერიკელთან. ჯეიმს ძალიან კარგად მოერგო საქართველოს ჩვენ სკოლას, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან კარგი პიროვნული თვისებები აქვს. თანამშრომლობს ჩვენთან ძალიან კარგად, არის მეგობრული, გვეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაში. დადებითი ადამიანია საკმაოდ, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პროექტია იმ კუთხით, რომ ძალიან გვეხმარება ჩვენს ადგილობრივ მასწავლებლებს იმ კუთხით, რომ მაინც არ გვაქვს განებიურებული, არ ვართ უცხოელებთან კომუნიკაციით. ჯეიმს ნოლენი ვაზისუბანში მამა გრიგოლი მთვარელიშვილის მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს. ის მართლმადიდებელი ქრისტიანია და ყოველ შაბათ-კვირას ტაძარში დადის და ეზიარება. თავისუფალ დროს მასპინძელ ოჯახს სამეურნეო საქმეებში ეხმარება.
in a foreign environment. რა შემიძლია გითხრათ ჩემს აქ ცხოვრებაზე? მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს მასპინძელ ოჯახთან. ისინი ძალიან სტუმართმოყვარე, მეგობრული და კომუნიკაბელურნი არიან. თავისუფალ დროს მათთან ერთად ვატარებ. დავდივართ სხვადასხვა ადგილებში და მაცნობენ ქართულ ტრადიციებს. ამერიკელებისგან განსხვავებით გეტყვით, რომ თქვენ ქართველები თბილი და მოსიყვარულე ხალხი ხართ. ჯეიმს ნოლენი ჩვენთან სექტემბერში ჩამოვიდა. ანუ ის ძალიან კარგი ადამიანია, მივიღეთ როგორც ძმა, ძალიან გავიხარდა რომ ის იყო მართლმადიდებელი. რაღაც საქმის როდესაც ვაკეთებთ და ცდილობს რომ დამეხმაროს ყველაფერში, სახლში, მეურნეობაში, გვეხმარება ძალიან, ლაპარაკში ბავშვებს ძალიან ეხმარება დავალებების დაწერაში. ალბათ 1 წლის განმავლობაში იმდენი ინგლისურ ენას ვისწავლი უკვე რომ ლაპარაკით შემიძლია თავისუფლად. ერთწლიანი პროექტის ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად დასრულების შემდეგ ჯეიმს ნოლენის სამომავლო გეგმები კვლავ საქართველოს და პედაგოგის პროფესიას უკავშირდება. გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველოში შექმნას ოჯახი და მეუღლედ კახელი და მორწმუნე გოგონა მოიყვანოს. თელავის მერიაში ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, ამაში მათ უცხოელი პარტნიორებიც ეხმარებიან. მერიის მოწვევით თელავში გერმანიის ნუტენბერგის უნივერსიტეტის 4 პროფესორი და 10 მაგისტრანტი ჩამოვიდა და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. ისინი 3 დღის განმავლობაში ეცნობოდნენ ქალაქის იერსახეს. 4 პროფესორია ჩამოვზანებული და 10 მაგისტრანტი, რომლებიც პრაქტიკულად დადებენ შრომას თელავზე. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ჩვენი მხრიდან ჩართული არის და მთლიანად არის მობილიზებული ჩვენი სამსახურები. დღევანდელი სტუმრობის მიზანი არის ის, რომ ქალაქის განვითარების გეგმის კონცეფციის შემუშავება მოხდეს. ჩვენი აქ ყოფნა არ არის ამ სამუშაოების დამთავრება, ეს არის დასაწყისი. ჩვენ რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ეს იყო ყველა არსებული ინფორმაციის შეგროვება, რის საფუძველზეც შეგვეძლო რომ სამუშაოები დაგვეწყო. იანვარში სამუშაოები დამთავრდება, მაგრამ არა ქალაქის განვითარების გეგმა. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სხვა ქვეყანაა, ვიდრე ჩვენი და მოხარულები ვართ, რომ ეს საქმე ჩვენ მოგვანდეს. ჩვენი დავალება გაგრძელდება იანვრის ბოლომდე და იანვარში კიდევ ვესტუმრებით თქვენს ქალაქს აუცილებლად. როგორია თელავის განვითარების გენერალური გეგმა, რა რჩევები მისცეს მერიას გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორებმა და როდის განხორციელდება პროექტი. ამაზე ვცლად თელავის ვიცე-მერთან თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. იგი მერიიდან გვერდება. ბატონ თენგიზ, დიდი მადლობა რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. რა შეიცვლება ამ გეგმის განხორციელების შემდეგ თელავში, როგორ გამოიყურება კახეთში ყველაზე დიდი ქალაქი? პირველ რიგში მოგესალმებით ნინო, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ იმისთვის რომ დაინტერესდით მართლაც აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით. როგორც იცით 2014 წლის აგვისტოდან თელავი გახდა თვითმმართველი ქალაქი და ცხადია ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მას უკვე ყავს პირდაპირ წესით არჩეული მერი. პრაქტიკულად ქალაქი გაემიჯნა სოფლებს და რა თქმა უნდა იმ თავითვე ჩვენთვის თავარი ამოცანა იყო რომ დაგვედო და გვეფიქრა იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა შეგვექმნა ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. როდესაც ჩვენ მოვიძიეთ ეს საკითხი და უფრო სიღრმისეულად ჩავწვით, აღმოჩნდა რომ ეს არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავაკეთებთ მაღალ კვალიფიციურ, მაღალ პროფესიონალურ ქალაქის განვითარების გეგმას, ეს ჩდება ძალიან დიდი თანხები. ამიტომ ქალაქის მერმა პირველივე ვიზიტის დროს ჩვენს დაძმობილებულ ქალაქ ბიბერახში მოახდინა ამ საკითხის ინიციირება გერმანელ მის კოლეგასთან. შესაბამისად საქმეში ჩაერთო გერმანიის განვითარების სააგენტო და ამან გამოიწვია ის, რომ დაიგეგმა ვიზიტი უშუალოდ უკვე ჩემი შემდგომში, ჩემი სამუშაო ჯგუფთან ერთად მე გავხდით გერმანიაში, სადაც ვაწარმოე კონკრეტული მოლაპარაკებები და შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ დღეს უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს. ახსენეთ, რომ ეს პროექტი საკმაოდ ძვირი ჯდება, კონკრეტულად რა თანხაა საჭირო და გერმანელი პარტნიორებიც თუ მიიღებენ მონაწილეობას გარკვეულ დაფინანსებაში. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, ქალაქის განვითარების გეგმა ჯდება ძალიან დიდი თანხა. ეს შეიძლება აჭარბებდეს ასეულობით $1000 და შეიძლება ხშირ შემთხვევაში ავიდეს $1,000,000-მდე და კიდევ უფრო მეტი. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თელავის მხარეს მთელი ეს პროცესი უჯდება პრაქტიკულად ის, რომ ჩვენი მხარე ვალდებულებას იღებს, როდესაც ეს ადამიანები ჩამობრძანდებიან აქ ჩვენ უმასპინძლოთ და ვიზრუნოთ მათზე, დანარჩენი მათი მგზავრობა, მათი პროფესიული ანაზღაურება თუ კი რამე იქნება, ამას ყველაფერს აკეთებს გერმანიის მხარე და ამიტომ არის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი. ჩამობრძანდნენ 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით. მათ ამ ჯგუფმა მოახდინეს
პრაქტიკულად მთელი ქალაქის იდენტიფიცირება, ფეხით შემოიარეს მთელი თელავი, დაათვალიერეს ყველაფერი, რაც აინტერესებდათ და საბოლოო ჯამში გააკეთეს პატარა პრეზენტაცია წინა სამოსამზადებელი სამუშაოების და მე მართლაც დავრჩი გაოცებული იმ კუთხით, რომ თუ როგორ შეიძლება 5 დღეში ამხელა სამუშაოების გაკეთება მართლაც და ნუ კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, თუ როგორი აკურატული და შრომის მოყარე ხალხია ჩვენი გერმანელი მეგობრები. საინტერესოა, რა შედეგი გამოიღო ნუტენბერგის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობამ, მაშინ, როდესაც ისინი არ იცნობენ თელავს კარგად, რამდენად საჭირო რჩევები მოქცეს? იცით რა არის, ეხლა პირველ ეტაპზე კონკრეტული შეფასებები ცხადია რთულია, იმიტომ რომ პირველი ეტაპი იყო თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირების ეტაპი, ანუ ის ადამიანები ჩამოვიდნენ, ფიზიკურად ნახეს ქალაქი, ფიზიკურად შეისწავლეს ყველა საწარმოო, არასაწარმოო ზონა, კომერციული ფართები, მაღალსართულიანი სახლები, დარჩენილი მიწები თუ კი რანსადმე შეიძლება რაიმე ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება, მათ შორის შეისწავლეს ეკონომიკური პოტენციალი ქალაქის. Რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს, სწორედ ამიტომ არის დაწყებული ეს პროექტი. თუმცა პირველ ეტაპზე ცხადია კონკრეტული შეფასებები გართულდება, იმიტომ რომ მხოლოდ ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ 4-5 დღეში ხო შეუძლებელია რა კონკრეტული რაღაც დასკვნების გამოტანა. თუმცა ერთი რამ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ეს უკვე მოგცემს იმის საშუალებას, რომ თელავი აღარ იქნება ესე სტიქიურად მიშვებული, როგორც აქამდე იყო სამწუხაროდ და ვისაც რაოდნობა იმას აკეთებდა, ქალაქის იერსახე პრაქტიკულად ბუჯდებოდა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ უკვე გვექნება მყარი გეგმა და გვეცოდინება 2030 წელს, 2050 წელს როგორ შედავთ ჩვენ თელავს და რაც იქნება პრაქტიკულად ნორმატიული აქტი და ნებისმიერი ხელისუფლება ვინ შემდგომში მოვა წლებით და აწლეულობის შემდეგ ეცოდინება, რომ ეს გეგმა დევს, რომელიც გეგმაც იქნება შეუცვლელი ქალაქის განვითარებისთვის. სანამ პროექტის განხორციელება დაიწყება, ალბათ ჯერ ქალაქის პრობლემებია მოსაგვარებელი. თქვენი ინფორმაციით რა აწუხებს თელავს, რა არის პირველ ეტაპზე გასაკეთებელი? ნუ თელავში ცხადია რჩება ძალიან ბევრი პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც სულ წელიწად ნახევარია რაც ხელისუფლებაში ვართ და ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, კულტურული ღონისძიებების მიმართულებით, ცხადია ბევრი პრობლემები რჩება, თუმცა მე მინდა ასევე დიდი სიხარულით გავსვათ, რომ თელავში მართლა ისტორიული პროცესები დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თელავში პრაქტიკულად სულ ცოტა ხანში აღარ იქნება წყლის პრობლემა, მიმდინარეობს რამოდენიმე მილიონიანი პროექტი, რაც ითვალისწინებს მთლიანად კომუნიკაციების გამოწვევას ქალაქში და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მართლაც ეს მართლა სერიოზული რამე არის თელავისთვის, იმიტომ რომ კომუნისტების დროსაც კი თელავს 24 საათიანი წყალი არ ქონია. პირველი ფაზა დაწყებულია და 20 თვეში დასრულდება. პრაქტიკულად თელავში არის 30-იან წლებში გამოცვლილი და ეს გაკეთებული ეს მიწისქვეშა კომუნიკაცია. მთელი წყალი იღურება მიწაში. თქვენ ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ პრაქტიკულად ვაკეთებთ რას? მთლიანი ქალაქის გაყვანილობას ვცვლით. მე მესმის ადამიანებს შეიძლება კონდეთ იმის განცდა, რომ 2 თვეში, 3 თვეში ან თუნდაც 1 წელიწადში უნდათ საკითხის მოგვარება, მაგრამ მერწმუნეთ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ არ გვინდა ფასადური პოლიტიკა, ჩვენ გვინდა ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება. თუ ამის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თქვენ იცით 2012-ში პრაქტიკულად ათეულობით მილიონი დაიხარჯა თელავზე და რეალურად ამხელა პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. გასაგებია, მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის გადასაჭრელად თუ გააკეთებთ რაიმეს, არ გაუკვირდათ გერმანელ პარტნიორებს, რომ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ფაქტობრივად არ მოძრაობს? კი, რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ესეთი პრობლემა არის, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამაზე ძალიან სერიოზული სამუშაოები გვაქვს დაწყებული. უშუალოდ მე ბატონი მერი ჩვენი ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას EBRD-თან, ეს არის ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, რათა გამოყოფილიყო თანხა ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის ძალიან შეზღუდული. მე გეტყვით თქვენ, რომ როგორც წინასწარი გათვლებით, ჩვენ ის რომ ჩვენ შევძლოთ, რომ ქალაქს კონდეს თავისი მუნიციპალური ტრანსპორტი, ისეთი ტრანსპორტი, რომელიც დააკმაყოფილებს ცივილურ სტანდარტებს, ჩვენ ასე ვთქვათ, ევროკავშირის მოთხოვნებს და იმ სტანდარტებს, რაც არის, ჯდება ალბათ მინიმუმ 2-3 მილიონი ევრო. თავისი დეპოთი, თავისი გაჩერებებით და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ჩვენ ამაზე მუშაობთ, მაგრამ შეუძლებელია 1 წელიწადში და წელიწად ნახევარში ამ ხელა საკითხების მოგვარება და ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ამაზე მუშაობთ და იმედია, რომ ესეც იქნება შედეგიანი ერთ-ერთი. უკვე დიდი ხანია საუბარია თელავის განვითარების გენერალურ გეგმაზე, თუმცა გაურკვეველია, როდის განხორციელდება ეს პროექტი. ალბათ მაყურებელს საინტერესებს კონკრეტულად როდიდან დაიწყება და რამდენ ხანში დასრულდება. ამ შემთხვევაში ახლა მარტო არ მუშაობ, რომ გითხრათ, მარტო მუშაობ, მეთქი ძალიან ბევრი მეგობარი გვეხმარება გერმანელების სახით, ასე რომ კიდევ უფრო ოპტიმისტური იქნება ჩემი განწყობა. მე ერთ რამეს
შენიშვნა შევიტანდი, კი, აქამდე ბევრი გვინახია, ამაზე საუბარი, ბევრი მოგვისმენია, ცხადია, მაგრამ მე კონკრეტულ საკითხზე გესაუბრებ თქვენ, ჩვენ უკვე გესაუბრებთ დაწყებულ სამუშაოებზე, რომელიც დაწყებულია და აუცილებლად მივა ბოლოში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ძალიან ისეთი სათუთი საკითხია და თქვენის ნებართვით მე თავ შევიკავებ კონკრეტული თარიღის დასახელებაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან, ეს თავის შედეგს მოიტანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამან გატანოს 1 წელი, შეიძლება წელიწადნახევარი, ძალიან რთულია კურსფილად გეუბნებით, იმიტომ რომ ქალაქის განვითარების გეგმა ეს არის ძალიან სიღრმისეული დოკუმენტი, რომელიც უნდა დადაიდოს ძალიან დიდი ანალიზის შემდეგ. დიდი მადლობა თელავის მერიდან ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი გვესაუბრებოდა. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით იმ ამბებით, რაც ხდება თელავში. არა ადრეულ ქორწინებას და გაუცნობიერებელ პასუხისმგებლობას ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაცია ვეჟინმა ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ორგანიზატორები 6 თვის განმავლობაში თელავში, ლაგოდეხსა და საგარეჯოში ეთნიკურ უმცირესობებს ხვდებოდნენ. მთავარ მიზანს კი ცნობიერების ამაღლება და გენდერული სტერეოტიპების დაძლევა წარმოადგენდა. ორგანიზაციების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენი ქვეყანა არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე არასრულწლოვანთა ქორწინების მიხედვით. და კახეთი კერძოდ ასევე მეორე ადგილზე ქვემო ქართლის შემდეგ. ჩვენი საქმიანობა აისახა მშობელთა ტრენინგზე, რომელიც ჩავატარეთ სიღნაღში და გენდერული თანასწორობა იყო გამოვლენილი იქ მშობელთა შორის. ანუ თანაბარი რაოდენობით იყვნენ მამაკაცებიც და ქალებიც. ჩვენ სკოლაში არის სიტუაცია, რომ ბევრი გოგო სთხოვდება ნაადრევად. ანუ ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მშობლები აძალებენ ამას და რაღაც, მაგრამ გარკვეულ პირობებში ესეც არის, ზოგან ფინანსური პრობლემა არის, ზოგან ოჯახური ან ძალადობა რაღაც და გოგონები გამოსავალს ხედავენ მხოლოდ იმაში, რომ გათხოვება და რაღაც. რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში ორდღიან სპორტულ ღონისძიებას გურჯაანის სპორტ კომპლექსმა უმასპინძლა. შეჯიბრი 9 წონით კატეგორიაში 2003-2005 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის 12 გურჯაანიდან. პირველი სამწუხაროდ ვერა, მაგრამ მათგან ერთმა მეორე, ორმა კი მესამე ადგილები მოიპოვებს. გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. მე ამ ბავშვს ახლა დიდი ხანია ვცნობ, უკვე რამოდენიმე შეჯიბრზე მე თვალყურს ვადევნებ და ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის. თვითონაც არიან მონდომებულები დიდი სპორტისთვის, მონდომებულები არიან, რომ შრომა თელი ენერგია ჩადონ, მე ხშირად ვესწრები ამ შეჯიბრებს. უყურებ, რომ თაობა მოდის საუკეთესო და კარგი. გურჯაანის მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იყო 12 ახალგაზრდა სპორტსმენით, საიდანაც ერთმა მოჭიდავემ, ახალგაზრდა მოჭიდავემ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი, ხოლო ორმა დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი. საბოლოო თლიანობაში ტურნირი გამოვიდა საკმაოდ დაძაბული და საკმაოდ კარგი ტურნირი, ასე რომ ვთქვათ, და გურჯაანის მუნიციპალიტეტი მხარში უდგა ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი იყოს ჩართული ჯანსაღი ცხოვრების და არჩევნების გარკვეული შედეგები. ეს შედეგი კარგია ჩემთვის და შემიძლია კიდე გავაკეთო ბევრი რამ. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა ამისთვის და ჩემი მეტოქეები ძალიან კაი ბიჭები არიან და მაგათაც წარმატებს. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ქართველ კოლეგას ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა. პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ბულგარეთის წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და ქვეყნებს შორის არსებული კავშირები იყო. საუბარი შეეხო ასევე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ამ და სხვა საკითხებზე საუბარი გაგრძელდა გაფართოებულ შეხვედრაზეც, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შორის გაიმართა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-ბულგარეთის მეგობრობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. დღესვე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოსა და ბულგარეთის
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოიკო ბორისოვმა მოაწერეს ხელი. კიდევ ერთი დოკუმენტი კი ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად უწყებები სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლობენ, ხელი საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობების მინისტრებმა მოაწერეს. დღესვე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები კი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო. ორი ქვეყნის ურთიერთობებზე საუბარი გაფართოებულ შეხვედრაზეც გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველას განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების ვალია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს მოუფრთხილდეთ. მე მქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას განსაკუთრებით პოლიტიკოსების ვალია რომ მოუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის. ქალის არჩევანი ასე ერქვა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმს, რომელმაც წარმომადგენელ ქალბატონებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მოუყარა თავი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში გენდერულ კვოტებს, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს დაეთმო. მონაწილეებმა კვოტირების აუცილებლობასა და პოლიტიკაში ქალთა როლის გასაზრდელად სხვა აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მსგავსი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიების გამართვას სამომავლოდაც გეგმავს. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა დიალოგის და დისკუსიის ამ თემის, იმიტომ რომ ეს თემა, რომელიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეეხება და კონკრეტულად გენდერულ კვოტებს, დღეს არის ძალიან მწვავე, ყველას აქვს ას და სხვათა სხვაობა და დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა რა არგუმენტები და უშუალოდ არსებობს ზოგადად საზოგადოებაში და გარდა ამისა რა პრობლემას წავაწყდით პარლამენტში სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ორი კანონ პროექტი იქნა განხილული. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება ერთადერთი გამგებელი ქალბატონი, რომელიც არის საქართველოში არჩეული. ეს თავისთავად არ არის ის მიდგომა, რომელსაც იმსახურებს საქართველოს საზოგადოება. საქართველოს მოსახლეობის 68% ბოლო გამოკითხვებით მხარს უჭერს დროებითი სპეციალური ზომის კვოტის კანონმდებლობის მიღებას იმისთვის, რომ გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ ყველა დონეზე. ყველა სამსახური, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს, ყველა სფერო არის ძალიან წარმატებული და ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ქალების აქტიურობა გადაწყვეტილების მიღებ პოზიციებზე, ქალების აქტიურობა პოლიტიკაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და მე ვცდილობ, რომ ეს ჩემი მაგალითი იყოს ყველა ქალისთვის მაგალითი საიმისოთ, რომ თავით წარმოაჩინონ ინიციატორადაც გამოვიდნენ საიმისოთ, რომ წარმოჩინდნენ და თავიანთი უნარები გამოიყენონ ყველა დონეზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა. საქართველოს ერთი მოქალაქე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმში დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო კლუბების ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკო კლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დავაკავეთ, ხოლო საქართველოს მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით. ბრალდებულები დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ლიტველმა ექსპერტებმა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა 2014 წლიდან ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება.
ძირითადი მიზანი იყო ურთიერთობების გამყარება ქართველებსა და ლიტველებს შორის. გსურს გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში და ვიმედოვნებთ, რომ ეს შევძელით. მონაწილეები ძალიან აქტიურობდნენ, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ისინი ბევრ კითხვას გვისვამდნენ, რაც ძალიან მოგვეწონა. გვინდა მადლობა გადაუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიების დაგეგმვაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოცდილება, რომელიც გავუზიარეთ ქართველ კოლეგებს, სასარგებლო იქნება მათთვის. პროგრამა, რომელსაც ლიტველი ექსპერტები ვახორციელებთ, მიზნად ისახავს ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას ქართული პოლიციისთვის, თუ როგორ განახორციელონ სტრატეგიული დაგეგმვა და კომუნიკაცია. ტრენინგების მიმდინარეობისას ქართულმა მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა და ვფიქრობ, რომ ეს სემინარი საკმაოდ სასარგებლო იქნება მათთვის. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ტერორიზმს დაამარცხებს, როგორც თეთრი სახლის ლიდერმა მორიგ ტელემიმართვაში განაცხადა, კოალიციას სწორი სტრატეგია აქვს არჩეული და სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის აუცილებლობა არ დგას. ობამა ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არა ისლამს, არამედ ტერორიზმს ებრძვის, რადგანაც ტერორისტებს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ობამამ კომენტარი სან ბერნარდინოს თავდასხმაზეც გააკეთა და მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. რეგიონული არჩევნების საფრანგეთში ეგზიტ პოლის მონაცემებით ამ ეტაპზე მემარჯვენე ნაციონალური ფრონტი ლიდერობს. ლეპენის პარტიამ შესაძლოა ამომრჩეველთა ხმების მესამედი მოიპოვოს. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრემიერმა მხარის სოციალისტებს დაუჭირა და ელექტორატს პატრიოტული არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა, თუმცა სავარაუდოდ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას მემარჯვენეები მოიპოვებენ. ლატვიის მთავრობა გადადგა ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიმამ პრეზიდენტ ვეიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით შეხვედრა პრეზიდენტთან დაგეგმილი არ ყოფილა. პრემიერმა პრეზიდენტთან აუდიენციის სურვილი დღეს დილით გამოთქვა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV და ზოოკლუბმა გაავრცელეს. ბედნიერებას მიზეზი და ასაკი არ აქვს. 11 წლის კანადელი ალბინა ფოისი ვაჟთან ერთად მგზავრობდა, როცა შულს მანქანის გაჩერება სთხოვა, შემდეგ მისი დახმარებით გადმოვიდა და დათოვლილ გზაზე გუნდების კეთებით ბავშვით გაერთო. I know. It makes a good one. 52 წლის ჯენ ბრაუნმა სამსახური მიატოვა, რათა ძაღლებისთვის ზამთრის ტანისამოსი მოექსოვა. ქალბატონი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და უზომოდ არის შეყვარებული გრეიჰუდის ჯიშის ძაღლებზე. ის 2008 წლიდან მოყოლებული ამ ჯიშის მიტოვებული ძაღლებისთვის თბილ სამოს ქსოვს. მან თავშესაფარში მყოფ გრეიჰუდებს საჩუქარი დამდეგი შობისათვის გაუკეთა და სადღესასწაულო სვიტერი ყველას მოუქსოვა. ჯენი იღებს ძაღლების სამოსის შეკევეთებს, ხოლო აღებულ თანხას ცხოველთა თავშესაფრებს ურიცხავს. 2-0 ტორპედოს სასარგებლოდ სპორტალჯის ინფორმაციით მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ტორპედომ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ქუთაისელებმა საპოვნელას ძლევის შემდეგ ლოკომოტივიც დაამარცხეს, თუმცა იმ მატჩისგან განსხვავებით შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მატჩის ბედი მხოლოდ ბოლო წუთებზე გადაწყდა. ახლა კი ნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. მე ნინო სამნიაშვილი ხუჩაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.